მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგანან მოქალაქეები, პროევროპულ საპროტესტო აქციები გრძელდება მთელს ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად ამის თუ მიუხედავად თუ რა დღეა ქვეყანაში, მოქალაქეები დგანან ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით. დღესაც წითელი პარასკევია მოიხსენებათ და ამის მიუხედავად მაინც გამოვიდნენ მოქალაქეები. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს ტრადიციული შეკრების ადგილია პროევროპული საპროტესტო აქციებისთვის. მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არაპირებენ, რომ შეეგუონ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. არაპირებენ ეცხოვრონ ქვეყანაში, სადაც იქნებიან პოლიტიკური პატიმრების ინდისის ტყვეები, ამიტომაც ისინი თვლიან, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი, ვიდრე მიტაცებული ამ ქვეყანაში ძალაუფლება და ვიდრე არ ტარდება ქვეყანაში ხალხთა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. მოდი გავესაუბროთ აქციის რამდენი მონაწილეს, მათ შორის 9 აპრილთან დაკავშირებით გუშინ ნახეთ 9 აპრილს როგორ მივიდნენ პოლიციის კორდონებით უკაცრავად გარშემორტყმული ოცნების წარმომადგენლები 9 აპრილის აქციაზე. სამშვიდობისა გიორგი, მინდა რომ გაგესაუბროთ რაც ნახეთ გუშინ 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე ეს რის თქველი იყო თქვენთვის ქართული ოცნების წარმომადგენლების მისვლა აქციაზე, მათ დასჭირდათ პოლიციის კორდონები, კედლები, რომ თქვათ თავი დაიცვათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისგან. იქ ისმოდა შეძახილები, რუსებო, მონებო, ასევე ჩვენ ნახეთ იგივე ბექა დავითულიანი, ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, როგორ მოიქცა აქციის მონაწილეს, ხო, ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა მასზე, რომელიც მიმართავდა მას, რომ ის ღალატობდა ეროვნულ ინტერესებს. ეს ყველაფერი მთლიანობაში, რაც ჩვენ ნახეთ რუსთაველის გამზირზე, რის თქველი იყო თქვენთვის? მოგესალმებით. პირველ რიგში ბექა დავითულიანის აქციაზე ავტარებს არ ვიტყვი, იმიტომ რომ არაფრის თქვის ხილსი არა ეს აქციელი, ყველაფერი კადრებში ნათლად ჩანს და ეს არ ვიცი, მათი ამორჩეველისა და გულშემატკივრებისათვის დამიტოვებია შესაფასებლად რაში ჯდება, ბრჭყალებში ვიტყოდი ამის თვალს და რაში გამოიხატება მაგ ადამიანის აქციელი, არ ვიცი. ტოვებ კომენტარის გარეშე უბრალოდ ჩართონ და ხშირად უყურონ ხოლმე, ეგ არის მათი არჩევანი, იცოდნენ ეს კარგად დაიმახსოვრონ და გადასცენ თავმოყრობას ხოლმე. რაც შეეხება 9 აპრილს პირველ რიგში მე დავიწყებ მადლობის თქმით იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც 9 აპრილს თავი გასწრდა იმისათვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ქონოდა ჩვენი დამოუკიდებლობა და ამისათვის ადამიანებმა ყველაზე დიდ ფასი გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ხშირად ტრიალებს ხოლმე ეს ფრაზა, რომ ანუ ვიღაცი მავანის, ვისაც უნდა მავა ადამიანს რაღაცა ჩიქი მოსხონ, ესე ვთქვათ, ამბობენ ხოლმე, რომ ხო იცოდნენ და რატო არ წავიდნენ და რატო არ გახდნენ სხვა დღეს. კი, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ რუსი იქ არ დაინდობდა ქართველებს, მაგრამ ისინი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეს აქციები მათი იყო სწორი, იყო ქვეყნისათვის აუცილებელი და ამიტომაც მათ გარისკეს საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და სამწუხაროდ დასრულდა რუსების მიერ მასობრივი ადამიანების განადგურებით, ესე ვიტყოდი, ეს არ ყოფილა რაღაცა შემთხვევითი, როგორც უნდა თქვენ შემოგვასაყენო შემთხვევითი ჭყლეტა ატეხილა და რაღაც ეგეთი არაფერი მსგავსი იქ რუსული ტანკები იდგნენ 9 აპრილს და იმ რუსული ტანკებს კიდევ მხარს უმაგრებდნენ ისეთი ქართველები ბრჭყალებში ვიტყოდი, როგორებიც მრავალადიანი წარმოადგენელი ჩვენს ლეგიტიმურ ქართულ ოცნებაში. შესაძლოა არ წერენ ზუსტად აღწერებში რა იყო, რა მოხდა 9 აპრილს, არ ახსენებენ რუსეთის არმიას, საბჭოთა არმიას, ცდილობენ რომ ყვალი წაშალონ რუსული ხელწერის ამ ყველაფრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ გასაგავსებთ, ახლა აღარ არის შუა საუკუნეებში არ ცხოვრობთ, ინფორმაცია და ხელი მიგვიდება და ყველაფერი გაგაცნობთ, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად რუსული სპეცოპერაცია, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ქართველების ხელშეწყობით. მაშინ რა ცდილობს ამ ფორმებით, იგივე ქართველებსა, ვთქვათ, როცა ქუთაისში იგივე 2008 წლის ომის მემორიალზე, ვთქვათ, საერთოდ არ ახსენეს რუსეთის აგრესია, შემდეგ როცა იყო საზოგადოების არეში მწვავე პროტესტი, შემდეგ საერთოდ მოაცილეს იქ წარწერა. ასევე ბათუმში 9 აპრილის მემორიალს გაუკეთეს საინფორმაციო დაფა, გუშინ გამოჩნდნენ იქ ქართველების წარმომადგენლები და მათ შორის ამ მემორიალის ავტორი, რომელიც თქვა, რომ ეს არ არის მარტო გლოვის მემორიალი, ეს გლოვასთან ერთად გამოხატავს ზეიმისაც, რომ ქართველებმა გაიმარჯვა ამ დღეს და ეს საერთოდ არ არის აღნიშნული ამ საინფორმაციო დაფაზე, ასე დაფაზე არ არის ნახსენები რუსეთი, რომ რუსეთმა იძალა და რუსულმა არმიამ, საბჭოთა არმიამ იძალა და საქართველოს მოქალაქეებზე 99 წლის 9 აპრილს.
ხო ეს ახალი მომენტი არ არის ნამდვილად ცდილობს ყოველთვის ლეგიტიმური ქართული ოცნება რომ რუსული კვალი გააქროს და თითქოს ისინი არ არიან ბოროტები თითქოს ისინი არ არიან ოკუპანტები და შემდეგ იმიტომ რომ თვითონ ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც არის აბსოლუტურად პრორუსული და რუსებისგან შემდგარი ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ რომ ადამიანები შეიყვანოს შეცდომაში გაავრცელონ დეზინფორმაცია თავიანთი ბოროტების მობილიზებითა და არასწორი ინფორმაციების გავრცელებით თუნდაც რომ რუსეთი წარმოაჩინა თითქოს არაფერი შუაში არ არის თითქოს კეთილი განწყობილი მეზობელია და ასე შემდეგ თუმცა ეს არის აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი ვისაც ელემენტარულად შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება და კითხვის დასმა ეს ძალიან მარტივად ჩანს რომ ესეთი დღესაც არის მაგრამ შეუძლებელია იმ ინფორმაციის დამალუაო თქვენ წაღან აღნიშნეთ ხო 21 საუკუნეში მაგრამ გუშინ ისტორიკოსს ვესაუბრებ ჩვენ საბჭოთა კავშირის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთ მკვლევარს რუსუდან კობახიძეს ის ამბობდა რომ შეიძლება მიზანი არ იყოს თქვა ის რომ ინფორმაცია საერთოდ გააქრონ ან იმიტომ ამას ვერ შეძლებენ მაგრამ არის მიზანი აქ რომ გადღაბრონ რაღაც გაურკვეველი გახადონ მოხდონ ფრაგმენტაცია რომ არ იყოს ცხადი შენთვის აი რასთან გაქვს საქმე რა იყო ეს 9 აპრილი ხო იმიტომ რომ ძალიან აშინებს ოცნებას გმირებიც რუსუდან კობახიძე ამბობდა გმირები თან რომელიც არიან არასადღაც მე-18 საუკუნეში ან შუა საუკუნეებში არამედ აი ახლა ხანს მოხდა ეს ყველაფერი რომ ადამიანები თავი გასწირეს ამ მშობლოსთვის ხო ადამიანები თავს წირავენ ეხლაც გმირები არიან ციხეში როცა ისინი სინდისის პატიმრები არიან ხო აი ეს გმირები აშინებს ყველაზე მეტად ოცნებას რას ფიქრობთ თქვენ ამ იდეაზე გმირები და მათი საგმირო საქმეები იმიტომ აშინებენ რომ იციან რომ არაფერი საერთო მათ არ აქვს ამ გმირებთან იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებით არიან მოსული ხელისუფლებაში და მათთვის მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესება არის მათი მთავარი მოტივი ამიტომაც ძალიან კონტრასტულია და მათ არც კი ესმით არც მებული ვარ დიდ უმრავლესობას არც კი ესმით თუ რა იყო გიორგი ანწუხელიძის მიერ თავის საქციელს რომ რუსას რადგაფეხი და ამისათვის თვითონ გასცდა. დარწმუნებული არ ესმის. ისევე როგორც არ ესმის დიდ ნაწილს რომ აი ამდენი ხანი, ამდენი დღე ქუშაში რატო ვდგებართ, რატო ვართ პროტესტში და რისთვის ვიჯდეთ. არ ესმით ბევრს და ეს მათი პრობლემა არის. იქიდან გამომდინარე რომ ალბათ ნაკლები განათლება აქვს ან არ ვიცი. ანუ უბრალოდ ამბობთ რომ გაიგონ. რაც შეეხება კიდე გმირებს ასე ვთქვათ გაფრთხილებას, ეს ერთ-ერთი მეთოდი არის ქოცების ზოგადად რომ როდესაც საინფორმაციო ველზე უნდათ რაღაცა სიგნალის გავრცელება, პირდაპირ ეს ვერ ეხებიან გმირებს, ვერ ეხებიან ჩვენს მართლაც იწმინდებს, რომლებიც აგერეხლა იყვნენ და ჩვენი ტოლა ადამიანები დაეცნენ რუსებთან ბრძოლაში, ამათ რო ვერ ეხებიან, მათი მეთოდია რომ საინფორმაციო ველზე რაც შეიძლება მეტი სისულელე უნდა შემოყარონ, უნდა გააჯნოს საინფორმაციო ველი, რომ თითქოს ჩაიკარგოს თავარიას და ამის შემდეგ მათი ტრუბოტები ააყოლებენ ხოლმე მათთვის სასურველ თემებსა და სასურველ მიმართულებას. კარგ ნიადაგს ქმნიან რომ გავაცილონ რაღაც ყალბი ამბავს. რომ გადაიწიონ და მოუწიოთ ადამიანებს ხოლმე იმაზე ბჭობა, რაც არ არის რელევანტური აბსოლუტურად და არაფერს მომცემი რა. ესეთ თემებით ძალიან მოქნილად იყენებენ ამ სისტემას. გარდა ამისა, ჩემი აზრით კიდე ქოცების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც არის, რომ მომავალ თაობაში დალექონეს არასწორი ინფორმაცია. კი გასაგებია, ჩვენ თაობას გვახსოვს, ჩვენ თვალით ვნახეთ, რაღაცები გამოვიარეთ, გამოვცადეთ, ამას ვერ წაშინან იციან, მაგრამ აი თუნდაც სკოლაში ისტორიის გამრუდებით რაღაცების არ სწავლეთ, ფიქრობენ რომ ალბათ მიაღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მჯერა იმის, რომ ამ ნაწილშიც ისინი რაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ ისტორიის გამრუდება ეს არა ის რაღაცა ერთი მინისტრის დანიშნვა და რაღაცა ცუდი საქმეების კეთება ჩემი აზრით. მადლობა, ეს გიორგი ქამადაძე იყო ევროპული აქციის ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. თქვენ მინდა რომ მოგისურვოთ ასევე საღამოშვიდობისა. თქვენთვის რა გამოჩნდა გუშინ 9 აპრილს, როცა გამოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორც ბათუმში, ვთქვათ, ასევე თბილისში 9 აპრილის მემორიალთან, ჩვენ ნახეთ შეძახილები, მონებო, რუსებო და ნახეთ თქვათ იგივე როგორც ალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ხო? მათ შორის ვიღაც ოცნებასთან დაკავშირებული პირები, ან უშუალოდ ბექა დავითულიანი, რომელიც ოცნების ერთ-ერთი სპიკერი და ლიდერია და ასევე საინტერესოა ბათუმის შემთხვევა, როცა ბათუმში 9 აპრილის მემორიალი წლების წინ მოეწყო, მაგრამ საინფორმაციო დაფა ახლა გააკეთეს და საინფორმაციო დაფაზე გააქრეს რუსეთი. ეს ამბავი რას ნიშნავს თქვენთვის? ის არა ხელწერა ჩვეულებრივი ქართული ოცნების, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელწერა, მაგრამ სინამდვილეში ეს რუსული ოცნებაა, გაგრძელება ამ ქვეყანაში რუსული პოლიტიკის და ეს იმის დემონსტრირება არის, რომ ადამიანებში უნდა გააქრონ ის შეგრძნება და ის ფიქრები, რომ ამ ქვეყანაში რუსები მართავენ. ანუ ილუზიას ქმნიან და ისტორიას ავიწყებენ ამ ახალ თაობას, ძველ თაობას ვერ დაავიწყებენ ამ ისტორიას, რაც რუსეთმა დამართა ქვეყანას. იმიტომ რომ ახსოვრობა ყველას აქვს
და ის ყველა უბედურება თავის თავზე იწვევს. მართლა რთულია იპოვა ადამიანს საქართველოში, ვინც ამაზე თვალს დახუჭავს, იტყვის რომ არ ახსოვს ან არ იცის რა არის რუსეთი და რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, ხო? ეს რთულად წარმოსადგენია, ვინც გამოიარა ეს საშინელი დღეები, იმ ხალხს დაავიწყო ეს რთული დღეები და ახალ თაობას წინაპირობას ქმნიან იმის, რომ შეაგონ იმ რეალობას, რომ რუსეთი თვითონ არის მშვიდობის ყოფილი ამ ქვეყანაში და არ არის ოკუპანტი. ამას ასწავლიან და ამას ქადაგებენ და რაც შეეხება იმ დემონსტრანტების იქ ყოფნას დახვედრებას, ეს დამსახურებული ამბავია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას მათ უღალატეს და ფულის გამო ამ ქვეყანას ყიდიან და რაც დაიმსახურეს და დათესეს, იმას იმკიან და ყოველთვის წამოვაძახებ და ყველგან ვეტყვით ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან და ქვეყნის ღალატში ისინი ფულს იღებენ და ეს ფული მიაქვს თავიანთ ოჯახებში და შესაბამისად ეს არის სისხლით მოპოვებული თანხა და ჩვენი რელიგია გვასწავლის, რომ სისხლით მოპოვებული თანხა ჩვენს შთამომავლობაზე გადადის ეს სოდები და ამას ადრე თუ გვიან მათი ოჯახის წევრები და მათი შთამომავლები ამას მოიმკიან, რომ საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვის საფასურად ეს თანხა მათ არ შეერგებათ, ხო? ამას გვასწავლის ჩვენი რელიგია და ჩვენი წამსი და აქედან გამომდინარე არავის არ ურჩევ თუ დღეს სთავაზობს ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომ შენ რაღაცა სამსახურს მოგცემ და ამის გასარჯელოს მიიღებ, დაფიქდით 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, რომ ეს თანხა არის ქვეყნის ღალატში აღებული თანხა და მოგიწოდებ, რომ თუ ჯერ არ ხართ ამ საქმეში გასრულები, არ მიიღოთ ეს შემოთავაზება, იმიტომ რომ თქვენი შთამომავლობა ყოველთვის იმას წამოგაძახებთ და იმას გეტყვით, როცა ქვეყანა იყიდებოდათ, შენ რას აკეთებდი ამ დროს და დაფიქდით და გაიაზრეთ თუ რა საქმეს შეიძლება ემსახურებოდეს თქვენი ეხლანდელი გასარჯელო ამ საქმეში ასაღებთ და უბრალოდ დასანანია, გულსატყენია, რომ დღევანდელი ქართველობა ამ რეალობას ეგუება და სახში ზის ეს ხალხი და ვითომც ჩვეულებრივი მოცემულობა ისე იღებენ ამ სიტუაციას და არა ბატონებო რა, უნდა გაუბრაზდეთ და გამოვიდეთ და რა ეს მოქმედებაში უნდა მოვიყვანოთ შენი უკმაყოფილება ამ ხელისუფლების მიმართ და გამოხვიდე და ეს საჯაროდ უნდა გააპროტესტო და ეს სანამ არ მოხდება, ყოველთვის ესე მტერი თავში ხელს წამოგვარდნოს და არ ვარ ჩვენი საზოგადოება და იმ ქვეყნის შვილები, რომ მტრებმა ჩვენ თავზე ხელი წამოგვარდნან და მადლობა, გაფასებ თქვენი სახელი. გუბაზ ლაპარაძე, მადლობა გუბაზ. გვერდისმენდით ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს, მათ შეხედულებებს და პოზიციებს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, დღესაც შეიკრიბნენ მოქალაქეები ბათუმში უკვე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე უკვე თითქმის 500 დღეა იმართება ეს აქციები ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში. უცვლელი მოთხოვნით ხელახლა ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, რადგან არაერთი ავტორიტეტული და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც კი მოწმობენ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები, იგივე 2024 წლის არჩევნები ქვეყანაში არის გაყალბებული, ხოლო პროევროპული საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძე 2024 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ის აჩერებს პრაქტიკულ ევროინტეგრაციის პროცესს, მან თქვა, რომ ევროკავშირთან გაწერენების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და მას შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ამბობენ, რომ ისინი არ შეგუებიან ამ ქვეყნის გზის ჩაკეტვას ევროპისკენ, რადგანაც ეს პირდაპირ ნიშნავს საფრთხეს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან, გაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.